საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით გაბრიელ მდინარაძის სახელობის ჯილდო დაფუძნდა, რომელიც ამიერიდან გამორჩეულ არტისტებს გადაეცემათ. აღნიშნული შესახებ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ გურია ტივის განუცხადა. სახელოვან თეატრალებს შორის ამიერიდან იარსებებს არც გარდაცვლილი მსახიობის, სახალხო არტისტის ოზურგეთის დამსახურებული მსახიობის გაბრიელ მდინარაძის ჯილდო და მისი პირველი მფლობელი ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ლევან საღინაძე გახდა. ლევანი არც განსვენებულ მსახიობს ძალიან უყვარდა და გულშემატკივრობდა, როგორც მის ადგილმონაცვლეს ტიგრანას როლში და ნიჭიერ შემოქმედს. ასევე ამაგდარის საპატიო წოდება მიენიჭა ოზურგეთის დრამატული თეატრის ტექნიკურ პერსონალს. მრავალწლიანი სტაჟის მქონე ნანული ქავთარაძეს, ოზურგეთის თეატრისადმი ერთგული სამსახურისთვის. ჯილდო და წოდება ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან საღინაძესა და ნანული ქავთარაძეს პირადად გადასცა. 27 მარტი საერთოდ ეს არის თეატრის საერთაშორისო დღე. ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიოს თეატრები. მაგრამ ჩვენი თეატრისთვის წლევანდელი 27 მარტი კიდევ ერთხელ განსაკუთრებული იყო იმით, რომ საქართველოში დაწესდა გაბრიელ მდინარაძის სახელობის ჯილდო. ეს არის დიდი პრესტიჟი და დიდი სიამაყე ოზურგეთის თეატრისთვის და სამწუხაროა, რომ ბატონი გაბო თავის 98 წლის იუბილეს სულ რამოდენიმე თვე დააკლდა და დიდება მისულს. მისი სახელობის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა გამორჩეულ მსახიობებს, რომლებიც ღირსი გახდებიან ბატონი გაბოს ჯილდოს. და გვიხარია, რომ წელს ეს გამორჩევა გაკეთდა, რადგანაც პირველი იყო ლევან საღინაძე გაბრიელის ერთ-ერთი უსაყვარლესი ახალგაზრდა მსახიობი იყო. ამის გარდა ხაზგასმით ვამბობთ, რომ გაბო იყო ბრწყინვალე ტიგრანა და ლევანიც ძალიან კარგი ტიგრანა იყო და ბატონი გაბო მას კულისებიდან გულშემატკივრობდა, რომ აი ესეთი გამორჩეული ტიგრანა გვყავს. ამის გარდა ჩვენ გახარებულები ვართ, რომ ჩვენს დამსახურებულ ღვაწლმოსილ ქალბატონ ნანული ქავთარაძის, რომელმაც 40 წელზე მეტია ემსახურა ოზურგეთის თეატრს. დაჯილდოვდა ქართული თეატრის ამაგდარი. არსებობს ეგეთი ჯილდო და ეს მან ღირსეულად დაიმსახურა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ეს პრიზი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელ თეატრს, მთელ კოლექტივს, ჩვენს ნიჭიერ და საყვარელ კოლექტივს, ბატონ ზაზას, ვასოს და ბატონის ზაზას დამადობით. ასევე არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო კულტურის სამინისტროს ასეთი დიდი ჯილდოსთვის, ჩემი დაფასებისთვის. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ დაარსდა ბატონი გაბრიელის სახელობის ეს პრიზი და არანაკლებ მიხარია, რომ მე გავხდი ამ პრიზის პირველი მფლობელი. განსაკუთრებული ადამიანი იყო ბატონი გაბო, ჩვენს განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ვასოს, ბატონ გიორგი გეგეჭკორს პირველ რიგში ამ პრიზის დაწესებისთვის. და იმისთვის, რომ მე გავხდი ამ პრიზის პირველი მფლობელი, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც თუნდაც იოტის ოდენა წვლილი შეიტანა ამ ძალიან მაგარ საქმეში. ეს ფაქტი ჩემთვის არის ძალიან ემოციური. ძალიან ბედნიერი ვარ, აღელვებული და პირველ რიგში ძალიან მადლიერი ვარ. პირველ რიგში მადლიერი ვარ ბატონი ვასოს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ეს იდეა მას ეკუთვნოდა და რა თქმა უნდა ბატონი გიორგი გეგეჭკორის, რომელმაც აასრულა ეს ვასოს ოცნება, ასე ვთქვათ. გაბომ ძალიან გრძელი გზა გამოიარა შემოქმედებითი და მთელი თავისი ცხოვრება მართლა თეატრში ალია. ყველაფერი იყო მისთვის თეატრი და უზომოდ მადლიერი ვარ მამაჩემის ასეთი დაფასებისთვის. ლევანის მინდა მიულოცო და ძალიან დიდი წარმატება უსურვო მას.